მოცემული გვაქვს ასეთი ამოცანა. გვაქვს წამალი x-ი, მეცადე პერიოდში, წამალი x-ი და ვიცით რომ გვინდა დოზა იყოს ასეთი, ამ წამლის მიწოდების დოზა უნდა იყოს ასეთი. 5 მილიგრამი 1 ფუნტზე, ამერიკული ერთიანის დაწერა საჭირო ფუნტი. ვითომ ეს ამერიკული ინსტრუქცია გვაქვს მოცემული. ყოველ 12 საათში. ასეთი არის ჩვენი დოზა. ახლა, ჩვენი რესურსი, ანუ რაც გვაქვს, მოდი ესე დავწერ, გვაქვს, ანუ მოცემული რაც გვაქვს არის ასეთი რამ. 0.9 გრამი ყოველ მილilitrზე. ყოველ მილilitrზე ეს არის ხსნარი. ეს არის ის ხსნარი, რაც უნდა მივაწოდოთ. ასევე ვიცით რომ ყავს პაციენტი, რომელიც იწონის 72.7 კილოგრამს. და ეხლა გვაქვს ასეთი კითხვა. რამდენი მილილიტრი მოვლს დავწერ ხსნარი უნდა შედიოდეს ერთ დოზაში. ახლა, მოდი პირველ რიგში რომ ცოტა გავიმარტივოთ აზროვნების პროცესი, ერთი დოზა თავიდანვე გულისხმობს იმას, რაც აქ გვაქვს მოცემული. ანუ ყოველ 12 საათში აქ რომ გვიწერია. ეს არის ერთი დოზის ნაწილი. ანუ ყოველ 12 საათში ეწერება, ყოველ 3 საათში ეწერება, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ერთი დოზა არის, აი ეს ყველაფერი ერთად, ხო? ამიტომ ამ 12 საათს არსად არ გამოვიყენებთ. უბრალოდ დამატებითი ინფორმაციასავით არის. მთავარი არის კონცენტრირდეთ აი ამაზე, აი ამ ნაწილზე. რამდენი უნდა მივაწოდოთ ყოველ 12 საათში? ანუ პრაქტიკულად კითხვა არის, რამდენი მილილიტრი ხსნარი უნდა შედიოდეს ყოველ 12 საათში მიწოდებულ დოზაში. დაახლოებით ეგეთი ლოგიკაა. ასე რომ სიამოვნებაში ეს 12 საათი აღმოჩნდა ზედმეტი. ამიტომ ამოცანას ყოველთვის მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ინფორმაცია საერთოდ არ დაგჭირდეთ, ან დამაბნევლად იყოს, ან უბრალოდ იყოს დამატებული. ასე რომ მიაქციეთ ამას ყურადღება. ან შეიძლება უბრალოდ ცხოვრებისეული ამოცანა გქონდეთ, ხო? ეს საკმაოდ რეალისტური ამოცანა არის. და შესაძლოა უბრალოდ რაღაც ინფორმაცია გქონდეთ, მაგრამ არ იყოს საჭირო გამოყენება. ამიტომ უნდა გაიაზროთ რა არის ის ინფორმაცია, რაც გჭირდებათ რომ გამოიყენოთ. კარგი, მოდი პირველ რიგში გავიხსენოთ კილოგრამები და ფუნტები როგორ არის ერთმანეთთან კავშირში. 1 კილოგრამი არის მიახლოებით 2.2 ფუნტი. ეს ყველაფერი დაგჭირდება. და პირიქით ეს დავწერ 1 ფუნტი მიახლოებით არის 0.45 კილოგრამი. ოდნავ მიახლოებით. კარგი, მოდი ახლა ესეთი რაღაც ვქნათ. პირველ რიგში გავაკეთოთ ასეთი რამ. ხომ გვაქვს მოცემული 5 მილიგრამი ფუნტზე. ესე იგი 5 მილიგრამი შეფარდებული ფუნტთან. ესე ფუნტი, 5 მილიგრამი ფუნტზე. მოდი ვნახოთ ეს როგორ შეგვიძლია გამოვსახოთ მილიგრამი კილოგრამთან ერთეულით. ანუ პრაქტიკულად ვნახოთ თუ ფუნტზე 5 მილიგრამი მოდის, კილოგრამზე რამდენი მილიგრამი მოვა, ეგეთი ლოგიკა არის. ახლა იმისთვის რომ ეს განსაზღვროთ, გვჭირდება რომ ფუნტი გავაქროთ და ამის ნაცვლად ადგილი დაიკავოს კილოგრამმა. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? უნდა გავამრავლოთ რაღაცაზე, ხო? ამას უკვე მიჩვეული ვართ. როგორ ვამრავლებთ? ზემოთ გვექნება ფუნტი, ხოლო ქვემოთ, ანუ ნიშნულში გვექნება კილოგრამი. და მშვენივრად ესე ფუნტი ფუნტს გააბათილებს და დაგრჩება კილოგრამი. მაგრამ საჭიროა ეს დაბალანსდეს ჯერ, იმიტომ რომ ფუნტი და კილოგრამი ერთი და იგივე რაღაც არ არის და არ შეიძლება რაღაც რიცხვზე გავამრავლო უბრალოდ, ხო? უნდა გავამრავლო 1-ზე, მაგრამ დაბალანსებული იქნება სიამდვილეში ეს რიცხვი და მრიცხველში სხვა რაღაცა იქნება, ნიშნულში სხვა რაღაც და შეცვლის ჩვენს გამოსახულებას. ახლა რადგან აქედან ვიცით რომ 1 კილოგრამი არის 2.2 ფუნტი, მე შემიძლია აქ დავწერო 2.2 და ქვემოთ შეფარდებული ერთზე შემეძლო დამეწერა, მაგრამ პრინციპში არ არის საჭირო. ამიტომ მოდი წინ მივწერე ასე, 2.2 ფუნტი კილოგრამთან. მაშინ ახლა გამომივა ძალიან ჩვეულებრივი ლამაზი ჩანაწერი, სადაც აი ეს ფუნტი აი ამ ფუნტს გააბათილებს 5 ჯერ 2.2 რას უდრის? 5 ჯერ 2 არის 10, 5 ჯერ 0.2 არის 1, ასე რომ ეს იქნება 11. ესე იგი, მივიღეთ 11 მილიგრამი კილოგრამზე. ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი. ახლა, მოდი განვაგრძოთ. გვაქვს მილიგრამი კილოგრამზე. მოდი ახლა გავიგოთ, რამდენი გრამი მოდის 1 კილოგრამზე აქ, ამ კონკრეტულ დოზაში. რამდენი გრამი უნდა მოდიოდეს 1 კილოგრამზე? რატომ საიდან მომიფიქრდა გრამი? იქიდან რომ ნელ-ნელა მინდა მივუახლოვდე იმ მოცემულობას, რაც მაქვს, ხსნარი როგორი მაქვს, მაგ მოცემულობას მინდა მივუახლოვდე. ამიტომ მომდევნო კავშირი ამასთან არის გრამი, ხო?
და მე ხომ მილილიტრის გაგება მინდა. ესე იგი, მაქვს ეს, მაქვს მილილიტრი გასაგები, რა აკავშირებს მილილიტრს და ამ გამოსახულებას ერთმანეთთან? აი ეს გამოსახულება, ხო? უბრალოდ საჭირო არის ჯერ, რომ როგორღაც აი აქ ჩავსვათ გრამები და არა მილიგრამები. მილიგრამის და გრამის შეცვლა გაგვიმარტივდება, იმიტომ რომ მილი პირდაპირ ნიშნავს 1000-ს, ოღონდ მანძილის საზომი ერთეული რომ არის ცალკე ამერიკული მილი ეგ არა, აი მილიგრამი, მილიმეტრი, აი ეგ მილი ნიშნავს 1000-ს. ამიტომ, ისევ თუ მინდა რომ დავწერო ზემოთ გრამი, ეს იქნება ზემოთ g და ქვემოთ mg, ანუ ზემოთ გრამი და ქვემოთ მილიგრამი, მაგრამ ისევ პატიოსნად დავაბალანსოთ 1/1000 გვექნება აქ. რატომ? იმიტომ რომ 1 გრამი არის 1000 მილიგრამი. ანუ ჩვენ პრაქტიკულად ვამრავლებთ აი ამ გამოსახულებაზე, აი ამ გამოსახულებას. ესე იგი 1/1000 გრამი მილიგრამთან. ახლა მილიგრამი მილიგრამს გაავათილებს და დაგვრჩება შესაბამისად, მოდი პირდაპირ გადავწერ იგივე ფერით ბარემ, ჯერ არ შევასრულებ არითმეტიკას, 1 არა 11/1000 და ერთეული კიდევ უფრო წავიყვანეთ წინ, მიუახლოვეთ იმ გამოსახულებას, რაც გვაინტერესებს, გრამი კილოგრამთან. კარგი, ესე იგი, აქამდე მოვედით. მოდი ახლა ცოტა ავწევ ამას ზემოთ და მოდი გავაგრძელოთ. კარგი, ესე იგი, ჯერჯერობით მოვაღწევთ იქამდე რომ გვაქვს, მოდი გადმოვწერ 11/1000 გრამი კილოგრამთან. კარგი, ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არის რომ დავადგინოთ დოზაში რამდენი მილილიტრი უნდა შედიოდეს, ხო? ამისთვის ერთადერთი ნაბიჯი რაც დაგვრჩენია ახლა, ერთადერთი ნაბიჯი რაც დაგვრჩენია, არის, არა, ერთი ნაბიჯი არა, პრინციპში, ორი ნაბიჯი დარჩა. ჯერ ერთი ნაბიჯი არის რომ მივიდეთ მილილიტრზე და გავიგოთ 1 კილოგრამზე რამდენი მილილიტრი უნდა მოდიოდეს. და შემდეგ პაციენტის წონაზე გადავამრავლებთ ამას. ანუ ჯერ გვაინტერესებს 1 კილოგრამში რამდენი უნდა შედიოდეს მილილიტრი ამ ჩვენი ხსნარის და შემდეგ უკვე აქედან გავარკვევთ პაციენტზე რამდენი უნდა მოდიოდეს. ასე რომ მოდი ახლა აქედან გადავიდეთ მილილიტრებში, ეს როგორ მოხდება? გავიხსენოთ ზემოთ რაც გვიწერია. ზემოთ გვაქვს მოცემული ესეთი რაღაც. 0.9 გრამი მოდის 1 მილილიტრზე. მოდი ეს გამოვიყენოთ და ეს გამოვიყენოთ იმისთვის, რომ აი აქ გრამები რომ გვაქვს ჩავანაცვლოთ მილილიტრებით. ანუ ეს უნდა გავამრავლოთ ასეთ რამეზე. მილილიტრი ზემოთ და გრამი ქვემოთ. ანუ ზემოთ ხომ მქონდა მოცემული რომ 0.9 გრამი მოდის 1 მილილიტრზე. დავწეროთ ეს მოდი. ესე იგი 1 მილილიტრი 0.9 გრამზე, ანუ 0.9 გრამი 1 მილილიტრზე. ერთი და იგივე იდეა, ხო? ზემოთ მოცემულ ცოდნას ვიყენებთ, უბრალოდ აი ამ გამოსახულებას ვამრავლებთ ამაზე. რატომ? იმიტომ რომ ვიცით რომ 1 მილილიტრზე მოდის 0.9 გრამი და რეალურად შინაარსს არ ჩაანაცვლებს, უბრალოდ სხვანაირად გამოსახავს აი ამ სიდიდეს. მეტი არაფერი. ასე რომ მოდი გავაკეთოთ ახლა ეს. გრამი გრამს გააბათილებს და ჯერჯერობით ისევ არ შევასრულებ არანაირ არითმეტიკას, უბრალოდ გადავწერ რასაც მივიღებთ, ეს იქნება 11 შეფარდებული 1000 ჯერ 0.9-თან. 1000 ჯერ 0.9-თან. და ერთეული არის მილილიტრი გაყოფილი კილოგრამზე. აი ესე. ახლა ჩვენ რაც მივიღეთ არის რამდენი მილილიტრი მოდის ასე არ უნდა მექნა. აი ეს არის მთელი ის რიცხვი რა, რამდენი მილილიტრიც მოდის 1 კილოგრამზე, ხო? ახლა ავდგეთ და ბარემ გავიგოთ მთელ პაციენტზე რამდენი მოვა. ანუ თუ 1 კილოგრამზე მოდის ამდენი მილილიტრი, მაშინ 1 პაციენტზე უნდა მოდიოდეს რამდენი. ახლა ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება ალბათ, მაგრამ მე მგონი მივხვდებით, უნდა დავწერო კილოგრამი ზემოთ და ქვემოთ ცოტა ესე უცნაურად უნდა დავწერო პაციენტი. რატომ? იმიტომ რომ ახლა მე მაინტერესებს რამდენი მილილიტრი მოდის 1 პაციენტზე, ხო? ესე იგი მე უნდა დავწერო რაღაცა აქ ისეთი, რომ კი კილოგრამს ამოაგდებს და პაციენტს ჩავსვამს, მაგრამ თან სწორად უნდა იყოს დაბალანსებული. და რა ვიცი, რა მაქვს მოცემული? მოცემული მაქვს ზემოთ, წამით სად არის? აი აქ. მოცემული მაქვს, რომ პაციენტი იწონის 72.7 კილოგრამს. ესე იგი, მე თუ აქ დავწერე 72.7 კილოგრამი, გაყოფილი 1-ზე იგულისხმება, ამიტომ აღარ ვწერ. ეს გულისხმობს, რომ 72.7 კილოგრამი მოდის 1 პაციენტზე. ესე იგი, ეს რიცხვი იდეურად უდრის 1-ს, იმიტომ რომ ეს 72.7 კილოგრამი არის იგივე წონა, რაც 1 პაციენტის წონა. მაშინ მე აი ამ რიცხვში კილოგრამებს შევცვლი, კილოგრამებს ამოვაგდებ საერთოდ, მის ნაცვლად ჩაჯდება პაციენტი და ზუსტად მივიღებ იმ რიცხვს, თუ რამდენი მილილიტრი მოდის 1 პაციენტზე. ასე რომ მოდი ახლა ეს გავაკეთოთ. ესე იგი, კილოგრამი კილოგრამთან წავიდა და დაგვრჩება, მოდი რამე სხვა ფერით დავწერ, მოდი იყოს ვითელი ისე რატომაც, ან მწვანედ დავწერ. ესე იგი, საბოლოოდ დაგვრჩება ასეთი რაღაც, ასეთი გამოსახულება. 11
11 გამრავლებული 72.7-ზე, აი აქედან. ეს ყველაფერი გაყოფილი, 1000 ჯერ 0.9 პრინციპში მარტივი დასაწერი არის 900. ესე იგი, აი ესეთი გამოსახულება გვაქვს მილილიტრი პაციენტზე. პაციენტი. კითხვა რა იყო? კითხვა იყო, რამდენი მილილიტრი ხსნარი უნდა შედიოდეს ერთ დოზაში. დოზა რას გულისხმობს? დოზა გულისხმობს კონკრეტული ადამიანისთვის განსაზღვრულ მისაცემ რაოდენობას, ხო? და ესე იგი, თუ ერთი დოზა მაინტერესებს ერთ კონკრეტულ ადამიანზე ეს დოზა რამდენია. რადგან მეკითხებიან მილilitrების რაოდენობას, მე მაინტერესებს რამდენი მილილიტრი უნდა მივაწოდო ერთ ადამიანს. და რადგან ეს ერთი კონკრეტული ადამიანი იწონდა ამდენ კილოგრამს, ამიტომ ეს რიცხვი გამოვიყენეთ ცხადია, იმისთვის რომ კილოგრამები ჩაგვენაცვლებინა თვითონ ამ პაციენტით. ახლა ერთადერთი რაც არის დარჩენილი არის უბრალოდ ამ რიცხვის პოვნა, რაც მე ნაპოვნი მაქვს და ეს არის 0.899 1000 მილილიტრი. ესე იგი, გამოდის რომ 0.899 1000 მილილიტრი უნდა მივაწოდოთ პაციენტს, რომელიც იწონის 72.7 კილოგრამს.